გონია ჩვენ გვინა სამში ჩვენ გვინდა რომ აქ ხანა გავათიოთ. მშობლებს, რომლებიც შვილების გადასარჩენად წამალს ითხოვენ, შინაგან საქმეთა სამინისტრო 24 საათიანი პროტესტის უფლებას არ აძლევს. დიუშენით დაავადებული არასრულწლოვანების ოჯახის წევრებს კანცელარიასთან პოლიციამ კარვები არ მიატანინა. მშობლები რამდენიმე თვეა უშედეგოდ ითხოვენ კობახიძესთან შეხვედრას. ბავშვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მედიკამენტს ოცნებამ დღეს პროპაგანდა დაუპირისპირა. ჯერ ტელეიმედმა გაავრცელა ინფორმაცია მედიკამენტის უკუჩვენებებზე, შემდეგ კი პაპუაშვილმა თქვა, რომ რისკების შესწავლა ამნიშნელოვანი. მშობლებმა ამ ქმედებას ხელისუფლების უსუსურობის გადაფარვის მცდელობა უწოდეს. ოცნება ამტკიცებს, რომ პატრიარქის არჩევნებში არ ჩაერევიან, თუმცა საპარლამენტო ტრიბუნიდან მათი მოკავშირე ხალხის ძალის წევრი მეუფეებს მიმართავს გადახედონ პატრიარქის ანდერძს. გურამ მაჭარაშვილმა ამ ფრაზით დღეს იმ მღვდელმთავრებს უპასუხა, რომლებიც ამბიონებიდან ხელისუფლებას მოუწოდებენ არ ჩაერიონ პატრიარქის არჩევნებში. პერი ნიკოლოზის მცხეთაში დაკრძალვაზე საპატრიარქომ უარი თქვა. მრევლის სურვილი იყო ნარიმან მაქარაშვილის სვეტიცხოვლისან სამთავროს მონასტრის ეზოში დაეკრძალათ. მთელი ქვეყანა ძალიან მალე იხილავთ რეალურად ვინც ხედან საპატრიარქოში და ვინ იყო ქრისტე მეფე ნარიმან ბაგრატიონი, ამბობენ ბერის მიმდევრები. მოქალაქეებისთვის ავტომობილების გამბაჟება მკვეთრად გაძვირდა, სახელმწიფო უწყებები კი ამაში თანხას საერთოდ აღარ გადაიხდიან. ინიციატივა ოცნების დეპუტატებს ეკუთვნით, რომელთა შორისაც 3 ოფიციალურად მილიონერია.